ქალბატონო, ჩემი გესმით? ქალბატონო. ჩვენს პაციენტს სერიოზული ტრავმა აქვს. გასაგებია. მომახსენეთ. კარგი ექიმო, შეგატყობინებთ. ეს რა სათხარ? სათხარ მებასუხე. ზეინო აქამდე არ მოსულა. დარწმუნებული ხარ, რომ სხვაგან შელას არაპირებდა? კი, დარწმუნებული ვარ, მითხრა, რომ შენთან სალაპარაკოდ მოდიოდა. მაშინვე შენთან უნდა წამოსულიყო, რამე მოხდა? გასაგებია, მაგრამ ვერაფრით ვეკავ. დიდი ხნის წინ უნდა მოსულიყო. ზეინო მეორე ხაზზე მირეკავენ. გადმოგირეკავ. კარგი, მეც შემატყობინე. კარგად. გისმენთ. Yaz güneşi gibi hep göktesin ama akşamında bulutlar çöker. Kalbimi döver. Beni geçmişime bırakıp yine kaçma. Bu ayrılık acısı nereye kadar? Beni geçmişime bırakıp yine kaçma. Bu kayıp şehir sensiz beni yutar. Sözlerin aklımda hep döner. Ne kadar haklıymışsın meğer. Hüzünlerden bozulmuş kocaman bir sorun. Dediğin gibi bu hayat belki de bir oyun. Hepimizden yorgun. Beni geçmişime bırakıp yine kaçma. Bu ayrılık acısı nereye kadar? Beni geçmişime bırakıp yine kaçma. Bu kayıp şehir sensiz beni yutar. Beni geçmişime bırakıp yine kaçma. Bu kayıp şehir sensiz beni yutar. Bu kayıp şehir sensiz beni yutar. კარგი, შენ შუა ძაღლის ხედვა უნდა. მზად იყავი, როცა გაიღვიძებ, შენს გეტყვის. ვეუბნები, რომ ძაღლი დღეში მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა გაასეირნა, მაგრამ უარს არ ამბობს. ეს რა გოსმოდი?
ეს რა გონსუნდა მოხვიდე. ძალიან რთულია. შენს გარეშე ყველაფერი უაზრობაა. სიცარიელია. რთულია ეს რა. კარგი? კარგი ვიცი. ვიცი რომ ძლიერი უნდა ვიყო. ძლიერი უნდა ვიყო, მაგრამ ეს ძალიან რთულია ეს რა. მიდი გაიღვიძე. ჩვენ შვილი ყავს. კარგი ატლასი უნდა გამოიყვანო ბაღიდან. გამოვიყონ და დაბრუნდები. კარგი? ატლასს მივიყვან და მაშინვე შენთან დაბრუნდები. ამას აქ დავდგამ. კარგი. საინტერესოა, უკვე მზადაა? დედა? რა გინდა? დედა საერთოდ არ გიძინია? ამ ყველაფრის მომზადება როდის მოასარე? ეგო მისმინე, ყველაფერი უკვე მოამზადე. ზეითუნის ზეთი მაცივარშია, ახლა გამოვიღებ. ატლასს საუზმეზე მოამზადე და ბაღში გავგზავნე. ღვეზელები ცოტა შეიბრაწოს და მზად იქნება. აქაურობას შენ და მამას გიტოვებთ. მე ესრასთან მივდივარ საავადმყოფოში. დედა, საჭმელზე კაფეს შეეშვი, თუ საჭირო იქნება კაფესაც დავხურავთ. თქო, გაჩერდი. არ შემიძლია. როცა ვჩერდები, მკერდში სიმძიმის შეგრძნება მიჩნდება ეგო. არ შემიძლია, ვერ გავჩერდები, სუნთქვა მიჭერს. როცა ესრა დაბრუნდება კაფე, ასეთივე უნდა დახვდეს. კაფეს არავითარ შემთხვევაში არ დავხურავთ. ო, კარგი. ექიმმა რა თქვა გაიხსენა? ექიმის სიტყვები გაიხსენა. დროთა განმავლობაში ესრა გამოჯანმრთელდება. ყველაფერი კარგად იქნება. შენი შვილი, ჩვენ და ატლასს არ მიგოტოვებს. ომასეა. ესრა ყველაზე ძლიერი და ჯიუტია. და ეს შენც იცი. ხო, არ გინდა. კარგი, ყველაფერს დავიდავანებოთ. ესრას და ოზანს კიდევ იმდენი აქვს საგამათო. ესრამ ყველაფერს ასე არ დატოვებს. ცრემლები მოიწმინდეთ, ხო? არ მიგვატოვებს. ჩემი შვილი ვერ მიგვატოვებს. სად ვარ? თავი მისკდება. ეს რისთვისაა? თელი სხეული მტკივა. კისერი. ეს რა არის? ფეხებიც მტკივა. ეს ბეჭედი რატომ გავიკეთე? გაიხსენე ეს რა. დედა. დედა აქ არაა. თუ აქ მარტო დამტოვა კაფეში იქნება. წავალ. დედას უნდა დავეხმარო. ყველაფერი მტკივა. კარგად ვარ. მარტო წავალ. თელი სხეული მტკივა. რა ლამაზად მაცვია, რა კარგი ტანსაცმელია. Tatlı kıyafetler bunlar ya. O ne ya? რა არის ეს? İki tekerlekli. ორი ბორბლით? Bunlar neye? ადრე ასეთი არ მინახავს. Yoktu.
სახლში უნდა წავიდე. Tanıdık. გამახსენდა. Bir taşıt. Bekle bekle. მოიცადე, გამიჩერე. Bozuk. ხურდა, Abi მალტეპემდე. ამ თანხაში 100 მეტრსაც ვერ გაევლია. მალტებეზე ხმას აღარ ვიღებ. რატომ გზავრობა რა ღირს? აწერია 5.5 ლირა. ne demek? რას ნიშნავს 5.5? როდის აქეთ? გუშინ 1.5 იყო. რა გააკეთეთ? მალტეპეს სხვაგან გადაიტანეთ? არ მესმის. თუ არ მოგწონს შეგეძლია ჩახვიდე. Tamam ya. კარგი, ჩავალ, გამიჩერე. გამიჩერე და ჩემი ფულიც დამიბრუნე. Ver 1.5 ლირა დამიბრუნე. ახლა ჩადიხარ. და შენი 1.5 ლირა აქამდე მოსვლის საფასურია. ჩავალ, მაგრამ გიჩივლებ. როგორ შეიძლება მგზავრობის 4 ლირით გაზვირება? მამა თუ ყურე, İnsan bir şikayet ხმასაც კი არ იღებენ. Şuna bak adam მე ვჩივი მაინც. lan ver ესენი კი ჩუმად არიან. size be. Deli midir nedir? ამა თუ ყურე, Binerim ben. de ატყუებენ bir აქ şey. ხალხს. Paşa paşa giderim. Akbilim nerede? საინტერესოა, ჩემი ბარათი სადაა? Yunus Emre mi bu? ამდენი ფული საიდან მაქვს? Ne yaptım ben? რა ჩავიდინე? ბანკი გავძარცვე? Ne yaptım? ჩვეულებრივ Baba 5-10 ლირა მაქვს ხოლმე. ამაზე მეტი არ მქონია. ამდენი ფული საიდან გამიჩნდა? ver acaba საიდან მაქვს? bir şey yapmasam mı? Bu kadar para nereden çıktı? მითხარა მუსა. გამარჯობა ძმაო, რა თქმა უნდა არ ველოდებოდი რომ კომპანიაში მოხვალ. ახლა ყველანი ეს რაზე ვფიქრობთ. მაგრამ იქნებ წერილები მაინც აიკითხო. იმიტომ რომ შენს გარეშე გადაწყვეტილების მიღება ძნელია. მუსა, მე შენ გენდობი. ამიერიდან უფლება მოსლებას შენ გაძლევ. ეს რას გამოჯანმრთელებამდე ყველაფერს შენ გადაწყვეტ. გასაგებია. კარგი შეხვედრამდე. Tamam, hadi görüşürüz. დილით ვიყავი, წნება გავუზომე. არ მესმის რა მოხდა? ეს რასად არის? არ ვიცით ბატონო ოზან, დილით აქ იყო, შემდეგ მოვედი და აღარ იყო. რას ნიშნავს ეს? გონს მოვიდა? Ne olmuş? აქ რა მოხდა? ყველაფერი განახლებულია. Ya iyi ki bir hastane. კარგია რომ საავადმყოფოში ვიწექი. Uyuduk ya. უბანი შეცვლილია. Ben kaç gün yattım? საავადმყოფოში რამდენი ხანი ვიწექი? Güzel olmuş. ლამაზად გამოსულა. Neriman ნერიმან დილა მშვიდობისა. kız öyle გოგონა, gelirim bir საღამოს ყავაზე შემოგივლი, მიმკითხავე. Eko? ეკო, ისე მომენატრა რომ უკვე მესე ხმა მელანდება. რა უცნაურია. Eko? ეკო, ეს რა? გამოჯანმრთელდი. მოიცადე ძმაო. Biz sarılmaya ჩვენ ხომ ერთმანეთს არ ვეხუტებით. საავადმყოფოში რატომ ვიყავი? ავარიაში მოყევი. რა მაგარია უკვე გამოჯანმრთელდი, არც კი შემატყობინე. 2 წამით ავარია დაივიწყე. bunu yaptığını არ მჯერა რომ ეს გააკეთე. sen asker ჯარიდან გამოიქეცი. ჯარიდან? senin დედა ფეხებს მოგატეხავს. არ მჯერა რომ ჯარიდან გამოიქეცი. ორწყობილების სუნია. დედა მორწყობილა გამოოცხო? Portakallı kurabiye. პორტოხლის? ჯარი? რა ჯარი? რის ჯარი? Bir şey diyeceğim. ერთ რამას გეტყვი. რატომ გამოიქეცი? მინდა შეგახსენე რომ ამისთვის სასჯელია. უნდა გეშინოდეს. Bence biraz kork. გოგონა, რა ჯარი? წამლების გამოხარასე? განა ასეთი რა წამლებია, არ მესმის. წამოდი, მოდი. მოდი დაჯექი. მოდი, მოდი. დაჯექი აქ. დაჯექი. რა უცნაურად გამოიყურები. ძმაო, ერთ რამეს გეტყვი. ექიმმა თქვა რომ ზამოსვლა შეგეძლო. დარწმუნებული ხარ? არ ვიცი, არ მინახავს. მაგრამ კარგად ვარ. Ha biraz თავს უცნაურად ვგრძნობ. hissediyorum böyle. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თავი მაქვს დამძიმებული, მაგრამ კარგად ვარ. Neden ki? კარგად ხარ. Sana bir şey diyeceğim. იცი რა? Babam მამა ნამდვილად გაგანადგურებს. askerden ჯარიდან გამოქცევა როგორ შეიძლება? başımızı belaya
ისო პრობლემებს შეგვიქმნი. მართლა დამღალე უკვე. ღმერთო არანაირი ჯარი არ არის. ღმერთო. იცი რა? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამაში მხოლოდ შენი იდიოტური ავადმყოფობა არ არის დამნაშავე. შენ ხარ სულელი. ცარიელი თვალებით მეყურებ. მეყურებს. ეს რა რომელი წელია? მიდი აბა მითხარე. მოდი ასე გითხრა. აკრძალული ხელის რომელი სეზონი გადის? აკრძალული ხილი რა არის? წარმოდგენა არ მაქვს. ნუ ამ წლამდეც კი არ მისულხარ. კითხვა მაქვს. მშენებლობა როდის დასრულდა? დიდი ხანია? კაფეც შეგეცვლიათ. მე როცა მივდიოდი ასეთი არ იყო. მაცივარიც ახალია. რაღაც უცნაურები ხართ თუ მეჩვენება? რამე ცუდი ახალი ამბავი არ გაგიგიათ, ხომ ასეა? საყვარელო ეს რა შუაშია. ერთ რამეს გკითხავ. ვნახოთ რას მიპასუხებ. Bakalım hatırlıyor musun? Söyle bakalım. რამდენი წლის ვარ? შესანიშნავი კითხვაა. რა უცნაური ხარ დედა ასეთი რამის არ ცოდნა შეიძლება? 45. 45. 45. Evet çok güzel. შესანიშნავია. Kızım შვილო, güzel kız. ჩემო ლამაზო შვილო. Ben şu an აბა ახლა რაზე მუშაობ? tam olarak შეგიძლია რომ მითხრა? Söyle bakalım. ქოლგა. ფიქრობ ქოლგაზე, რომელიც ზომას წვიმის ინტენსივობიდან გამომდინარე იცვლის. İnşallah kızım. ღმერთმა ქნას შვილო. სხვათა შორის ჩემი დაკითხვის მაგივრად, სჯობს ჩემ ძმას მიხედოთ. ჯარიდან გამოიქცა. არაფერს ეუბნებით? Annem bu arada sorma harika olmuş. Ha? დეზერტირს არაფერს ეტყვით? გემრიელად მიირთო შვილო. მამა სოფთა ჰერზე ხომ არ გავიდეთ? ეს რა არის? ქოლგაზე ლაპარაკობს. არ ახსოვს რომ ეგ ქოლგა დედამ გადახა. Şemsiyeyi annemin kafanda kırdığını da hatırlamıyor baba. Yok ya. მართლა? ასე იყო? არც მე მახსოვს ეგო. Yani benim ჩემი ჯარის შემდეგ აღარაფერი ახსოვს. devamı yok. საერთოდ. მეხსიერება ფორმატირებულია. აღარაფერი შემორჩა. Temiz. Kırarım seni. თავს წაგაძრობ. რას ნიშნავს ფორმატირებულია? არაფერი ახსოვს. როგორ მოვიქცეთ? ოზანი. ოზანი გზაშია. ფიქრობ ოზანს რომ დაინახოს, ყველაფერი გაახსენდება. დარწმუნებული ვარ. Eminim çok umutluyum. ოზანი გაახსენდება. O siz მოგონებებს პარდას ახდის. საკვანძო სიტყვა ოზანია. საკვანძო სიტყვა. აი, მოვიდა კიდეც. gel o siz. მოვიდა აინახე, ყველაფერი მოგვარდება. Gel annem gel. ეს რა? Çok korktum. როგორ შემეშინდა? ძალიან შემეშინდა რომ რამე დაგემართებოდა. Ozan? ოზან? ახსენდება. მიდი. კარგად ხარ? Ben iyi. კარგად ვარ. Sana ne oldu? შენ რა გჭირს? Gözlükleri სათვალე მოგეხსნია. Ay kız. გამარჯობა ზომროთ. რა გინდა? იცი რა მოხდა? Ne oldu? რა მოხდა? რა უნდა ვიცოდე? შენ თუ იცი, მეც მეცოდინება. რა არის? Ne oldu? Sana არ გითხრეს? საინტერესოა. Ne oldu? რა? რა მოხდა? არ მითხრეს ნერიმან. რა არის? ჩემთანაა კავშირში. ეს რა მოვიდა გონს? ხო, ცოტა ხნის წინ აქ გამოიარა. მითხრა რომ ყავის დასალება ჩემომივლიდა და გაიარა. Ay Esra. ეს რა გონს მოვიდა? რა კარგია. Yok kız. არა, მიხარია, იმიტომ რომ ჩემს ბიჭს უხარია. Hadi kolay gelsin. Ben მე? seninle შენზე ვარ გათხოვილი. sen çok ძალიან başarılı დიდ oldun. წარმატებას მიაღწიე. ხო. შენი წყალობით. Senin სხველი კომპანია გაქვს. şirketin var. ჩვენ გვაქვს. ჩვენი კომპანია. არა, კომპანია ჩემი შვილისაა, ის აკრაშუაშია შვილო. Ben de o იქ şirkette მუშაობ და ჩემი ძმაც იქ მუშაობს. şirkette çalışıyor. ხო, ჩემი ძმის მანდ გადმოყვანა შევძელით. Yapıyoruz. ასე რატომ ეძახე? ამ კომპანიაში სერიოზული თანამდებობა მაქვს, ხომ ასეა? Yani yok yok. არა, სხვა სამყაროში მოხვდი. Başka bir პარალელურ რეალობაში, იმიტომ რომ არაფერი მესმის. ეს არალოგიკურია. abim ჩემი ძმა და ელიფიც დაქორწინდნენ? ხო, ეგ უბედურებაც მოხდა, ასე იყო. Evet. ხო, გარკვეული პრობლემები გვაქვს. მე მოგიყვები. Sonra მოდი იმას მივხვდოთ, რაც უკვე მოხდა. elinde olmuşlarla ilgilensek daha iyi sanki. en და ყველაზე მთავარი, bizim ჩვენ შვილი გყავს? ატლასი. არაჩვეულებრივი ბავშვია. ერთი წამით. Şu an
თქვენ რა დამცინით? Şaka mı yapıyorsunuz? Ha, şaka თუ ეს ხუმრობა საერთოდ არ მეცინება. Ben çok tuhaf თავს უცნაურად ვგრძნობ. Yok. არა, Benim მუცელი მტკივა karnım და ağrıyor. გული მერევა. ესრა გაგევლის ეს რა. სან ავარიის დროს თავის ტრავმა მიიღე. ამიტომ რაღაცები არ გახსოვს. მაგრამ ექიმებს ველაპარაკე ასეთ სიტუაციებში მეხსიერების დაკარგვა ნორმალურია. bunu tamamen geç. იძახიან რომ გაგივლის. გაგივლის. Ben სუფთა ჰაერზე უნდა გავიდე. Ya hep böyle და თუ სამუდამოდ ასეთი დარჩება, ya hiç hafif თუ მეხსიერება არ დაუბრუნდება, Düzelecek. გამოგეთდება დეიდამენექში. გამოგეთდება. Düzelecek. გამოგეთდება. benim çocuğum ბავშვი მყავს? Biliyorum. ვიცი, გაგვირებული ხარ. Şaşkınsın. თან დაბნეული, Ama ben yanım. მაგრამ მე შენთან ვარ. Tamam. კარგი, Tamam. Bunu კარგი. ამ ყველაფრისთვის დრო გვექნება ეს რა. Tamam. Ya Esra biz neden? ის რაც ჩვენ გადავიტანეთ. შენთვის Bu da yabancı. ესეც უცხოა. Ama biz neden? მაგრამ უამრავი რამ გადავიტანეთ და ამასაც გადავიტანთ. მენდე, Güven bana. მართლა. Gerçekten. Hadi gelelim. მოდი სახლში წავიდეთ. Belki იქნებ რამეში წაგვადგეს. yardımcı olur. გახსენებაში იქნებ დაგეხმაროს. Hem Atlas. და ატლასიც იქ არის. Atlas senin. ატლასი დაგეხმარება მეხსიერების დაბრუნებაში. Ne dersin? რა სიტყვი? Güven. მენდე, tamam. კარგი, წავიდეთ. Tabii sen სავარაუდოდ, şimdi ben ალბათ burada გეკვირს yaşarken რა გვიხარია, ben bu kadar როცა შენ ასეთ განსაცდელში ხარ. მართალი ხარ. haklısın ama მართალი ხარ, მაგრამ ისე შეგვეშინდა, რომ რამე დაგემართებოდა. ისე შემეშინდა. ben o kadar korktum ki sana bir şey olacaktı. Ama iyisin. ახლა ხომ კარგად ხარ? Geri kalan დანარჩენი სულ ერთია. hiçbir şey. არაფერია. Bu taraftan. მოვედით. Gel. შემოდი. ეს ჩვენი სახლია? Evine hoş geldin. კეთილი იყოს. მე ხარია. დედიკო. ძალიან მომენატრე დედა. რა საყვარელი ხარ? Babanın იცი, მამიკოს ძალიან გავხარ. biliyor musun? ვიცი?
Bakayım sana. მოდი კიდევ ერთხელ შეგხედავ. Esra. ეზრა, Çok sevindim. ძალიან მიხარია რომ კარგად ხარ. Çok dua ბევრს ვლოცულობდით, მიხარია რომ ჩვენთან ხარ. მადლობა. Kız sen de ისეთი გაზრდილი და გალამაზებული ხარ. öyle oldu. ასე გამოვიდა, გავიზარდე. Neyse ben artık მოკლედ მე წავედი. თქვენ ბევრი გაქვთ სალაპარაკო. არ წახვიდე? Yok. არა. Yok ben მე gideyim. წავალ, თქვენ კი ელაპარაკეთ. Konuşacaklarınız vardır sonra görüşürüz. შეხვედრამდე. Görüşürüz abi. შეხვედრამდე ძმაო. Aşkım. Kargat. Görüşürüz. შეხვედრამდე დეიდა. კარგად. Hadi bay bay. კარგად. Atlas. ატლას. Gel bakalım მოდი, babacığım. ძილის დროა. Artık yatak vakti. Hadi. არა. დედიკომ დამაძინოს. Atlas. ატლას, დედიკოს ნუ შევაწუხებთ. წავიდეთ, დავიძინოთ. არა, დედიკომ დამაძინოს. Tamam. კარგი. Tamam babası. კარგი, ატლას მე Ben დავაძინებ. uyuturum. Yani Atlas'ı. წავიდეთ ატლას. gelsin yanıma. მაჩვენე შენი ოთახი სადაა. Babasının yolunu göstersin. და დავაძინებ. Ondan sonra ben uyurum. სად არის შენი Yani ოთახი? adam nerede? იქითა, წამოდი გაჩვენებ. კარგი. Evet. Atlas. კარგი ატლას. Gel bakalım. ძილის artık დროა. yatağa vakti. ფეხსაცმელი გაიხადე. Ayakkabılarını çıkart istersen. Evet. კარგი. Tamam. Dacaki. Yatağın içine en böyle. ესეც ასე. Yatağın içine gir yatağın içine. Tamam. კარგი. O zaman Tamam, artık şu iyi da biz. geceler. İyi geceler. თბილი Atlas. ძილი ატლას. დედიკო, დედიკო. Efendim? ხო, ძიგს არ წამიკითხავ? წაგეკითხავ რა თქმა უნდა. შემიძლია, Çünkü kitap იმიტომ okumam რომ უნდა gerekiyor. წავეკითხო. Tamam. Კარგი. Kitap okuyalım. O zaman ben ზღარბის შესახებ წაგეკითხავ, რომელსაც ძილი არ უყვარდა. diyorum. Ne dersin? რა სიტყვი? კარგი. კარგი. O zaman მაშინ ვიწყებ. Bir zaman დიდი ხნის წინ ერთი ზღარბი ცხოვრობდა. მას ორი მეგობარი ყავდა. ერთ-ერთ მათგანს arkadaşı varmış. Bir gün uç uç Pondi'ye Keşke ben ნეტავ მე და მე კარგა მეხსიერება. არა მართლა. აღარაფერი მე მახსოვრებოდა და კარგი იქნებოდა. Baba ya bir şey. მამა იცი რა? Biz acaba არ შეიძლება რომ მოწყობილობა დავამზადოთ, რომელიც ადამიანებს მეხსიერებას წაუშლის. ამისთვის იმდენი რამეა საჭირო. lazım. Eften püften sebepler bulup ayrılıp duruyorsunuz ya. Ya ben მე zaten მიმატოვეს. bir de şimdi burada და ახლა თქვენგან შეურაცხყოფები უნდა ვისმინო, გაუცებული ვარ. Yok yok. არა, რაღაცაშია საქმე ეკო. ელიფს ისე უყვარხარ რომ ამ სიტყვებს ვერ გეტყოდა. Allah söyle. გეფიცები მითხრა. Dan diye. პირდაპირ სახეში მომახალა. Demek yok. ესე იგი ასე ძალიანაც არ უყვარ ვარ. Ben biraz წავალ მე გავისეირნებ. გაისეირნე. მდიდრები ვართ. ტანსაცმლის ოთახიც კი ცალკე გვაქვს. მაგრამ არაფერი მეცნობა. ამას ჩავიცმევ. ოზან რას აკეთებ? რატომ შემოხვედი? Tamam. მაისური მინდა რომ ავიღო. Örtümü almaya gelmiş. Niye yiyorsun? ოზან გადი, გადი ოზან. შეტრიალდი, ნუ მიყურებ, მიტრიალდი. კარგი, ხო შევტრიალდები, ისეთი არაფერია რაც არ მინახავს. Bir şey değil bu benim. კარგი ოზან, მაგრამ მე არ მინახავს. არ გინახავს. Atlas ეს რა შენი აზრით ატლასი როგორ გაჩნდა? შენ ჩემი ცოლი ხარ. უცნაურობებს ნუ ლაპარაკობ. გადი. çıktım. წავედი. Bizim göz ამ სათვალიან ოზანს უყურე. bayağı kasmış. დაყუნთულა. Ya
ეს ყველაფერი ძალიან იაფია. ძვირიანი არაფერია. Соуси შერჩი. შავი შოკოლადი, რძიანი შოკოლადი, თეთრი შოკოლადი. რას აკეთებ? ძვირად ღირებულ ტკბილეულს ვათვალიერებ. მომხდარი სახსანიშნავად უნდა დავარიგო. დედიკო, ეს რა ვნახე? ისეთი ბედნიერია. გაჩვენდი, მეც ისეთი ბედნიერი ვიყავი. შესანიშნავი მომენტია იმისთვის, რომ ისეთი რძალდე და მთლიური ურთიერთობა ავაშენო, რომელზეც ვოცნებობდი. რასაც შენ აკეთებ, გამოყენება ქვია. არა, ამას ტვინის გამოყენება ქვია. იმის, რაც შენ არ გაქვს. ასე რატომ მელაპარაკები? მეც მაქვს ოცნებები, როგორც დედამთელს. რძალთან ერთად საიუველე რომ მაღაზიებში გასეირნება სამკაულების ყიდვა. შემდეგ კაფეში მენექშესთან წასვლა. იმის თქმა რომ არაფერი მომეწონა. ეს ადამიანური ოცნებებია. გოგო მეხსიერება დაკარგა. შენი ოცნებები კი ნამდვილად ადამიანურია. მეხსიერება დაკარგა და ტვინი ქონდა კი საერთოდ. არა, დაივიწყე. ერთი თუ ორი. რა? ტკბილეულის პორცია. ერთი პორცია უნდა დავარიგო თუ ორი? ეს რას გონს მოსვლა სასწაულია. პირობ ერთი პორციით ვერ გამოხვალ. ეს რას გამო არაა, ჩემო სულელო შვილო. ეს შენს გამოა. იმ უმაქნის რომ დაშორდი. რა ეს რა? დაშორდით ხომ ასეა? ხო, შეგიძლია აღნიშნო. ანუ არანაირი შერიგება. არა, არ შევრიგდებით. შენც ეს არ გინდოდა? რა თქმა უნდა, მინდოდა. მაგრამ მთელი ინტერესი მომიკალით. მინდოდა მე დამეშორებინეთ, მაგრამ თქვენ თვითონვე დაშორდით. რა მოხდა? ძალიან გამიკვირდა. ჩემო ყვავილო, ჩემო ტკბილო, რა მოხდა? დედა, მოდი ასე ვთქვათ, გონს მოვედი. მოდი ამაზე საუბარი აღარ გვინდა, კარგი? მე ზემოთავალ. შენ ტკბილეულის თვალიერება გააგრძელე. რა თქმა უნდა, მაშინო შენს ოთახში ადიხარ. ამ გოგოს ვერაფრით გავუგე. არ გამომდის. წლები გავიდა და მაინც არ გამომდის. ოზან, მამპატიე. ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე, გავბრაზდი. ვიცი რომ ცოლ-ქმარი ვართ, მაგრამ ამ თვალით ვერ გიყურებ. არა, არაფერი არ უშავს. ძილესი ნამდვილად გამომიგეთე განწყობა. მადლობა. რა უნდა გავაკეთო, ოზან? ისიც კი არ ვიცი, დედა როგორ უნდა ვიყო. ატლასმა მთხოვა წიგნი წამაკითხა. თურმე წიგნი უნდა წამაკითხა და არც კი ვიცოდი. შენ ძალიან კარგი დედა ხარ. თავისით მოგვარდება. კარგი, ჩვენ? ჩვენ ბედნიერები ვართ? გადაწყვეტილება. ოზან, ბედნიერები ვართ? ძალიან ბედნიერები. ძალიან ბედნიერები. უბრალოდ ბედნიერები არა. კარგი, და ეს როგორ გამოვიდა? როგორ დავქორწინდით? შენზე დაქორწინება შენ შემომთავაზე. რა, მე? ხო, მეც გამიგვირდა, რომ საპირველად გავიგე. დაქორწინება შენ შემომთავაზე. შემდეგ კი უცებ დავქორწინდით. აი ასე გამოვიდა. და შემდეგ? შემდეგ მე კომპანიის ასაშენებლად მუშაობაში თავით გადავიშვი. ცოტა ყურადღება მოგაგელი. შენ კი ეს ვერ აიტანე და მე გამშორდი. დავშორდით? ანუ განქორწინდით? ხო, გავქორწინდით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. წლების შემდეგ კი ისევ შევხვდით ერთმანეთს. ისევ შეგვიყვარდა. თუმცა მე ყოველთვის მეყვარდი, მაგრამ ამჯერად შენ შეგიყვარდი. და შემდეგ რა მოხდა? შემდეგ ეს. ბედნიერ ქორწინებაში ვართ. პატარაც ყავს. ანუ პრობლემები აღარ გქონია? რომ ყოფილიყო უმნიშვნელო. ისეთები, რომლებიც ყველა ქორწინებაშია. კარგი, ოჩაღები ყოფილვართ. წყვილი, რომელსაც საუბარი და პრობლემების მოგვარება შეუძლია. გაიქეცი, ჩქარა, გაიქეცი. აღმასრულებელი დირექტორი ვარ და შეხედე, რა მდგომარეობაში ჩამაგდე. მოაშვი აღმასრულებელი დირექტორობით ტრაბახობას. კომპანია გაკოტრდება, ოზან, შენ კი ისევ შენს თანამდებობაზე დარდობ. ხო, მართალი ხარ, მართალი, ჩემი შეცდომაა. ეს რა, ის წავიდა. გაჩვენდი, ოზან, ლაპარაკის მაგიერ გაიქეცი. ხო, მივდივარ. ასეა. რა თქმა უნდა, პრობლემებს საუბრით ვაგვარებთ. საუბრობთ, კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენ ასე ვაგვარებთ ყველაფერს. აი მაგალითად, ჩვენ არ ვიცით ჩხუბი რა არის. ჩვენ არასდროს ვჩხუბობთ. შესანიშნავია. როცა პატარები ვიყავით, ყოველთვის იმაზე საუბრობდნენ, რომ დავქორწინდებოდით. ნახე, დავქორწინდით და ბედნიერები ვართ. შვილი გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი არ მახსოვს.
Sana güvenmek. მამშვიდებს რომ გენდობი. Kendimi çok güvenli. თავს უსაფრთხოდობ გრძნობ. ბანდა დავეჭირეთ, რომელმაც ისტორიული ძეგლები მოიპარა. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიძლება ბანდის მეთაური და მისი ცოლიც დავეჭირეთ. ბატონო პოლიციელო, მოგვისმინეთ, გთხოვთ, ეს კაცი უფროსია, მთავარია, მაგრამ ისეთი არა, თქვენ რომ მგონიათ. Öyle değil mi? ხომ ასია? ხომ შემიძლია გენდო? რა თქმა უნდა. ესროლე. ვერაფერი გავიგე. გასაგები არაფერია, ესროლე, ბიძია, ესროლე. რა სალოდები გაუშვი?